საფრანგეთში განგაშია 12 ადამიანის მკვლელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. ფრანგულ სატირულ ჟურნალ შარლ ჰებდოს რედაქციაზე თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილები ძმები შერიფ და სედ კოაშები არიან, რომელთაგან ერთ-ერთ ტერაქტის ადგილზე პირადობის მოწმობა დარჩა. შეიარაღებული ძალები პირებისგან მოსალოდნელი თავდასხმების წინასწარ აღსაკვეთად საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მე შარლი ვარ ამ ლოზუნგით მიმდინარე სოლიდარობის აქციების ფონზე ხელისუფლებამ მსოფლიო ლიდერთა სამძიმარს იღებს. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. ქეთი ქარდავა ადევნებს თვალს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მიმდინარე მოვლენებს. ქეთი პირდაპირ ეთერში ხარ. თამთა ეჭვმიტანილებს ეძებენ ცოტა ხნის წინ ფრანს პრესმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ჩრდილოეთით შეამჩნიეს ის ორი ეჭვმიტანილი, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია გვიან ღამით და მიმდინარეობს ძებნა, ჯერჯერობით დეტალები მედიისთვის ცნობილი არ არის. წუთიერი დუმილი იყო დღეს პარიზში, სოლიდარობა გამოუცხადეს ფრანგ ხალხს და დაღუპულ ჟურნალისტებს ევროპის არაერთ ქალაქში და შეერთებულ შტატებში, ასევე პატივი მიაღებს დაღუპულთა ხსოვნას რიგაში, სადაც შეკრებილები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკომისრები და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. მეშებუშვი შეიარაღებული პირის შენობაში შვილის და საკუთარი თავის გადასარჩენად. ამ სათაურით დაბეჭდა სტატია ინგლისურმა მირორმა. ჟურნალისტი ესაუბრა კორინ რეის გამოცემის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც შენობის შესასვლელში მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მაშინ მივიდა, როდესაც ტერორისტები რედაქციაში შესვლას ცდილობდნენ და ყვიროდნენ, რომ ალ-კაიდას წევრები იყვნენ. კორინ რეიც კარიკატურისტია და ჟურნალში მისი კარიკატურები კოკოს სახელით იბეჭდებოდა. ჟურნალისტი ყვება, რომ შესაძლოა ის ვერ იცნეს. მეტა ბავშვი შესასვლელთან ვიდექით ნიღბიანები გვემუქრებოდნენ, ყვიროდნენ, გამართულად საუბრობდნენ ფრანგულ ენაზე, მაიძულებდნენ კარი გამეღო, რის შემდეგაც ოფისში შესასვლელი კოდი ავკრიფე. სროლა 5 წუთი გაგრძელდა. ეს დიდი ტრაგედია, ალბათ კარგახანი ვერ გამოვალ კიდე შოკიდან. შევარდნენ ოთახში, მოკლეს ჩემი კოლეგები ვოლინსკი და კაბუ. დავინახე, როგორ გავარდნენ ოთახიდან სისხლიანი ხელებით. ჟურნალის კიდევ ერთი ჟურნალისტი რენალ ლუზიერი თავდასხმას გადაურჩა, როგორც თავად ყვება იმის გამო, რომ მაღვიძარა მარდარეკა და სამსახურში დააგვიანა. საფრანგეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი მიიღო. საფრანგეთი უნდა გაერთიანდეს, ცივილიზებული საზოგადოებაც უნდა გაერთიანდეს ამ ბარბაროსული აქტის წინააღმდეგ. სარკოზისთან შეხვედრამდე მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ მთავრობას გეგმა აქვს შემუშავებული. კარიკატურისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულებს სოლიდარობას უცხადებენ. პარიზი, ნანტი, მარსელი, ტულუზა, ლიონი, ქუჩებში გამოსული 100,000-ზე მეტი ადამიანი. მე ვარ შარლი, მე არ მეშინია, სკანდირებენ სოლიდარობის ნიშნად. ხელში კალმებით და ჟურნალისტების ფოტოებით აქციაზე გამოსულები აცხადებენ, რომ პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. ამასთანავე იცავენ დემოკრატიას, გამოხატვის თავისუფლებას და რასაც ჟურნალისტები ებსხვერპლენ. თავისუფლება იქნება ყოველთვის უფრო ძლიერი ვიდრე ბარბაროსობა. ჩვენ ერთიანობით, სიმტკიცით და ღირებულებებისადმი ერთგულებით ყველაფერს დავამარცხებთ. მოდით გავერთიანდეთ და გავცეთ პასუხი ამ გამოწვევას. თავდასხმა სატირულ ჟურნალზე არაერთხელ მომხდარა. 2011 წელს მაშინ, როდესაც რედაქციას ხანძარი გაუჩნდა, რედაქტორმა ასეთი კომენტარი მისცა კოლეგებს. ჩვენ ვართ პროვოკაციული დღეს, ჩვენ ვიქნებით პროვოკაციული ხვალ. ჩვენ ვაკეთებთ ამას იმის გამო, რომ ეს ჩვენი საქმეა. ჩვენი საქმე არ არის თავისუფალი სიტყვის დაცვა. თავისუფალი სიტყვის გარეშე ჩვენ მოვკვდებით.
Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა გუშინ 12-ის ნახევარზე მოხდა. მაშინ, როდესაც რედაქტორი თათბირს ატარებდა, ალაჰ აკბარ ამ შეძახილებით ნიღბიანები შეიჭრნენ რედაქციაში. კითხულობდნენ მთავარ რედაქტორს და გასროლამდე თანამშრომლების გვარებს ასახელებდნენ. მუქარი ზარების გამო მთავარ რედაქტორს დაცვა ჰყავდა დანიშნული, რომელიც ტერორისტებმა მასთან ერთად მოკლეს. Je suis Charlie ეს წარწერა ამ ჰაშტაგით Twitter-ზე უკვე მილიონობით ადამიანმა გაიზიარა მსოფლიოს მასშტაბით. პირველ 1 საათში მარტო მას ჰქონდა 140,000 გაზიარება. აქცია თბილისში გაიმართება საღამოს 7 საათზე, მანამდე კი ჟურნალისტები საფრანგეთის საელჩოსთან იყვნენ მისული. გამოხატვის თავისუფლებას თავისთავად არ უნდა შეექმნას საფრთხე არანაირი ფუნდამენტალიზმის, არანაირი ექსტრემიზმის სახით და მე მაინც მგონია, რომ დღეს ზუსტადად ჩვენ ამასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლება ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ლახავს მათ რაიმე გრძნობას, რაიმე ემოციას, ამას უნდა დაუპირისპირდეთ ექსტრემიზმით, უნდა დაუპირისპირდეთ იარაღითა და ადამიანების მოკლედ. ეს ყოვლად დაუშვებელია. ეს არის საშინელება, მიუღებელია ცივილური სამყაროსთვის, ისაც მოხდა საფრანგეთში, ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ფრანგ ხალხს, განსაკუთრებით ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ცხადია, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ და მათ გვერდით აუცილებლად უნდა ვიდგეთ, იმიტომ რომ ტერორიზმი არის აბსოლუტურად მიუღებელი და დასაქმები. ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ეს განხორციელებული. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, საფრანგეთს ფრანგ ხალხს კიდევ ძალიან დიდი დრო დაჭირდება იმისათვის, რომ ამ შოკიდან გამოვიდეს. ეჭვმიტანილებს ისევ ეძებენ. გმადლობთ, ქეთი, ბოლო ინფორმაცია პარიზიდან ქეთი ქარდავა მოგვაწოდა.